გამარჯობათ, მეგობრებო, გურუქალებით. ამახსენდა სასწაულს არის ესეთი ანეკდოტი, არის ეს ანეკდოტი, ხო? სასწაულს რა შვება, სასწაულს შვება. კარგი, მაგას მე მოგიყვებით, ვიღაცამ ალბათ უკვე გაიცინა კიდეც. სასწაულებს შვება ჩვენი ოპოზიცია. შმოპოზიცია უბრალოდ. აი, ეხლა მე ცინცხალ განცხადებას გავუშვებ ქალბატონი ლაკა ხოშტარიასი, რომელმაც მერტი მაღალია და შეწყვიტა, ასე ვთქვათ, რა შეწყვიტა? შიმშილობა. ჩვენ საქართველოს პროდასავლური პოლიტიკური პარტიები და ჯგუფები და პროდასავლური ადამიანების სახელები სრული დემონტაჟი საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვა გედი როგორ იყო ტყვიასელის გედი და ისე იყო მმართველობის დამკვიდრება ჩვენი მოქალაქეებისთვის უსაფრთხო გარემოსა და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობის შექმნა ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ერთობლივად ვაცხადებთ პირველი უარს ვამბობთ ეგრეთ წოდებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე. რადგან მიგვაჩნია, რომ არსებულ რეალობაში ამ პროცესში მონაწილეობა არ მოემსახურება ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს და მხოლოდ ლეგიტიმაციის ფასად შეუქმნის უკანონო რუსულ რეჟიმს. მეორე, ვაცნობიერებთ ერთობლივი მოქმედების აუცილებლობას და ვაცხადებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენი პრინციპული უკომპრომისო ბრძოლითა და შრომით მაქსიმალურად დავაჩქაროთ არადემოკრატიული ოლიგარქიული სისტემის დასასრული. გვჯერა, რომ გამარჯვების გზა რეჟიმთან სრულ არათანამშრომლობაზე გადის. საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ვაგრძელებთ საერთო ეროვნულ წინააღმდეგობას ბოლომდე. ამ სულისკვეთებით და ამ მიდგომით მე ძალიან მიხარია რომ წყვეთ შიმშილობას ყველა ერთად აი მადლობა დიდი მადლობა მე ძალიან მიხარია რომ ოღონდ საბაბი მომეცით და შევწყვეტო რა მე ძალიან მინახავს არაერთი შიმშილობის აქტი მე ძალიან მიხარია ესეთი სასაციო ესეთი კომიკური და ესეთი სამარცხვინო შიმშილობის აქტი რომელიც ორ დღეს გაგრძელდა თვითონ სიტყვა შეთანხმებას მე ძალიან მიხარია რომ შიმშილობას წყვეთ ოღონდ წყვეთ და შიმშილობას რომ ჩემი აზრით არ მომწონს და რა იყო იცი? ანუ არა, ჩემი აზრით არ გასაგები. და რა არის იცი? ეგ რაზე დაждდა საშიმშილოდ გახსოვს? ჩვენ კი არ გვიხურებდა. ოპოზიციას უხურებდა რომ საერთო მნიშვნელამდე მივიდეთო. მაგრამ ვერ მივიდეთ. მარტო ესენი დგანა. ლელო ისევ შედის, გახარია ისევ აპირებს მონაწილეობას, მაგრამ შესაძლოა ეგერთობაც ვერ შედგა. და მე არ შემიძლია. თავი რაღაცა სხვა არის აქ. ერთი რო ოპოზიციას გამოუცხადა ამ შიმშილობა, ანუ მისი შიმშილობის შეწყვეტის წინაპირობა უნდა შეექმნა ოპოზიციას და ხელისუფლებას. მაგრამ მას მაინც უხარია. კი, და ორ დღეში დამთავრებული შიმშილობა გაგიგია? ნუ მიხვდა რომ სიგიჟე იყო რა. ანუ ისე სხვათა შორის შეიძლება ამითი დაინტერესდეს გინესის რეკორდების კომისია. იმიტომ რომ მე მგონი ყველაზე სწრაფად დამთავრებული შიმშილობის აქტი არის პოლიტიკოსისგან. გუში გვერდზე ედგა ელვის პრესლი და ელვის პრესლის კომენტარი. ელვის არა ელვის პრესლიზე ხო ამბობენ უცხოპლანეტელი მაცაი. შენ იმას სვანზე არ ამბობ? არა ბიჭო, აგე ელვის პრესლის კოსტუმში გამოწყობილი ადამიანი. ჩერგო. ჩვენთვის ფედერალისტებისთვის ოპა, ჩვენთვის ფედერალისტებისთვის და მორჩა. არა, ვიტზე გავუშვით რა, სტოპ კადრი მაინც. ჩვენთვის ფედერალისტებისთვის და ის უკან იმას შვიდკუთხედა. იმას კაიფშია, რა შვება დედა. იმას ჩაეძინა. ბიჭო, თუ არა ეს ფოტო ხო არის გენიალური. ძალიან, მაგრამ ჩვენთვის ფედერალისტები. ერთი წამი რა, უკაცრავად. პროსტა აანალიზებთ ხალხო, მოაშორეთ ეს კადრი. თუ აანალიზებთ ჩვენ ეგზისტენციალურ გაჭირვებას, რომ რა უნდა ვაკეთოთ ახლა აწი რა ვაკეთოთ? არაფერი. არა, უფრო უარეს მოგცემენ საბაზროს უარეს ლენინისეულად რა აწი რა ვაკეთე што ძელაც არა ლენინმა ეს სასოწარკვეთლად არ იქ ხო და მე ეს არის რეინტერპრეტაცია ანუ ისეთი დეგრადირებული ისეთი დეფორმირებული არის ოპოზიციური ფლანგი ანდაც ბოლო წლებში კიდევ უფრო კარგად გამოიკვეთა რომ ამას ოპოზიცია არ ქვია ეს არის შიდა აგენტურა რომ ქვეყანას პოლიტიკური სიცოცხლისთვის აუცილებლად ესაჭიროება ოპოზიციური პარტიები და ეს ოპოზიცია არ არის ეს დადასტურებულია უკვე რომ იყო შიდა აგენტურა
და შიდა ჩერნიშევსკის არის სტოძელში. შიდა აგენტურა, რომელიც თქვათ ცუდად ასრულებდა თავის დაგისრებულ დავალებებს და ეხლა გაერთიანა რომ ცუდად ასრულებდა. გაერთიანა. არა, გინდა გაერთიანა, გინდა. სალომე ზურაბიშვილი აგენტი, შმალომე შმურაბიშვილი. დიდი აგენტი უფრო, ჩერგოზე დიდი აგენტი. ცოტათი დიდი. ხო, კაი, მაგ ფორმულირებაზე მოვდივარ. აი ესეთ რაღაცას ძალიან საოცარ, მაგას ძალიან საინტერესო ლექსიკა. ჰილარისთან იდგა პანელზე, სალომე მაკრონთან და რომელი უფრო არა სალომე ამერიკაში დასატაკებელი ამერიკაში არის ნარბენია მაგარი ხო იცი მაგარი ნარბენია იქ ბაიტებზე მაგარი ნარბენია კი მაგარ დარბოდა და მოდი გავუშვათ სალომე ზურაბიშვილი ვერ შეძლებენ თუ ჩვენ ვიქნებით ერთად და თუ ჩვენ გავძლევთ ის კიდევ რამდენიმე დღეები თუ კვირები რაც გვაშორებს საბოლოო გამარჯვებიდან იშლებიან ისინი ძლიერდებით ჩვენ მადლობა თქვენ ნაყინი ეგრევე მომინდა მე თქვა ნაყინი არ დაგეწუწოს თქო რა პროსტა ოღონდ მაგტონით არ უნდა უთხრა ნაყინი არ დაგეწუწოს აბა რა პროვინციალურ აქცენტს აღარც მე ვერ ვაკეთებ რაღაცა ძალიან მაგრა ამბობენ ნუ არ ვიცი ხა რა უნდა ხო მაგარია ლექსებს ერადს მიყო ხო ხელი ოღონდ ნუ წერვინმე მესხიმე ლექსე ჩიქორთული ქართული ხო ძალიან წერვინმე მესხიმე ლექსე გახდა შიმშილობის შეწყვეტამდე ხოშტარია აი ამ ხოძზე იყო მეგობრებო გავუშვით შიმშილობა ფასტინგი და არ ქვი რა კი ბატონო ორდღიანი ფასტინგის შემდეგ და შიმშილობა მე გონივრული ეჭვი მაქვს რატომაც შეწყვიტა იმიტომ რომ კაი რესტორანში დაპატიჟეს მოდი ცოტა ჩავარტყათო წკაფ და წაყვა გავუშვით მე ეგრე მგონია ამ ჩემი აქტით მე ვუძლებთ პირიქით ძალას და რა თქმა უნდა და მე მინდოდა რომ ეს განაცხადი გაკეთებულიყო რომ მოდით ყველა გამოფხიზდეთ ყველა ჩავისუნთქოთ ყველანი შევთანხმდეთ იმაზე რომ ვართ მე რა მოისურვებდა უბრალოდ და დავიწყოთ მოქმედება როგორც კი შეჯერება ანუ ეს ბოდიშალა შიმშილობამდეა თუ მე არა შიმშილობის მსვლელობის დროს დღეს კი არა გუშინ ხო თუ დღეს გუშინ სანამ დღეს დაასრულებდა არა ეს ძალას გზნობ რა მე მგონია რომ ეს სოფლიოს უნდა ვაჩვენოთ ამ ფორმით რომ აი შიმშილობის შემდეგ მართლა ალბათ აი ეს просто სკრინ მოსკრინული კადრი ორი კადრი უნდა კადრი მოსკრინული არა მანამდე და შემდეგ შიმშილობის შედეგი ხო, ანუ დუხზე როგორი იყო შიმშილობის მსვლელობის დროს, შიმშილობის დროს იყო ესე დუხზე რომ ძალას გზნობო. ეხლა ეთქობა იმნა დიდი იყო ეს ძალა რომ გამოუშვა რა. იფიქრა რა, ფასტინგიო, მოდი, ცოტას დავიკლებო, იქით დაიხედეს მე მუცლებზე. გედი მეც მინდაო. ან მოსვლა რა იყო, ან წასვლა რა არის, ქართველებს ძალიან მაგარი გამოთქმა მაქვს. ან ეს შიმშილობას დაწყება რა იყო. თავს რატო იგდებენ? აი კაი, არ დავწი. მე იყვიან გარჩეო. მე დაგწინიან და გამასხარავებენ. რომ არ გვენდობიანო. თემას ვერ წევთო და ავანგარდში დგავართ და სოციალური და სიმბოლური კაპიტალი დაბალი გვაქვს. მე იყვიან შვილო დაბალი გექნება ერთი დღე ჯერ დახედე ხა შიმშილობის შედეგი აი ეგეთი რო გექნება ხა სასაცილო აბარ არის ორდღიანი კი არა ერთდღიანი შიმშილობა. რა ვიცი მე. მოდი ხა გედევან ფოფხაძე რა ხოძე იყო ისიც გავუშვათ. ზუსტად გვესმის რომ ამ რეალობაში საჭირო იყო პროტესტის მკვეთრი ფორმა, რომ რაც ახლა ხდება საქართველოში ეს არის რეალობა, როცა აი მართლა შეიძლება ერთად გავიძოთ პუტინის საქართველოში. თუ გასაგები. ანუ მიმართეს რეალობის პროტესტის მკვეთრ ფორმას და შეცვალეს რეალობა და შეწყვიტეს. ანუ რა შეიცვალა? არსებობდა რისკები პუტინის საქართველოში გაღვიძების და ეხლა როცა შეწყვიტეს აღარ არსებობს 48 საათიანმა ალკოჰოლის არ მიღებამ და იმას ქნა ამ აღმოფხრა ის თეორიული დაშვება და შესაძლებლობა რომ შეიძლება გაიღვიძონ პუტინის საქართველოში მეტი რა ქნა მოდი შენ ორი დღე გაგიჩერებია სმა კი როგორ არა ძალიან დიდი ხა ძმაო ძალიან რა შეკითხვაა ეს მაგ პროვოკაციაში არა უყვები ორი დღე და ორი თვეც მოდი გავუშვათ ლევან ხაბეიშვილი. არა, ორი თვე გავატრაკე. ლევან ხაბეიშვილი გავუშვით ძალიან მაგარ რაღაცას ახობს. რა შარჟებია ხოლმე? კი, დნმ-ით ნაციონალი ვარ კაცო მე. მე არ ჭირდება ბანერი ნაციონალური მოძრაობები და ისაც ნაციონალი. ჰოროსკოპით ვინ არის? გაჩერე. დნმ-ით ნაციონალი თუ არის, ჰოროსკოპით ვინ გამოდის? აი ესეთი ძე, ხო? დნმ-ით ნაციონალი რას ნიშნავს? ანუ დნმ-ით ნაციონალი. ამით რა აღიარა, ეს ადამიანის დნმ-ი არ ამაქო. დნმ-ით ნაციონალი. რასაც ჩვენ ვამბობთ. დნმ-ით ნაციონალი ნიშნავს, არა სხვა შორის, დნმ-ით ნაციონალი ნიშნავს.
ქრომოსომების გარკვეულ სიცილეს, ხო? ყობა ხაბას დაახლოებით. არა, ქრომოსომებზე მითხარია. არა, რეალურად რას ნიშნავს, რა დნმ-ით ნაციონალი ვარ, როცა ამბობ. ხარ ფუნდამენტურად მიშისტი, აი როგორიც ბობოლა მიშისტი რელიგიურ გრძნობებში რო გადაგდის უკვე. მართლა არ ხარ ადამიანი, რელიგიურ გრძნობებში რო გადაგდის უკვე, აი წამება, ისე გაკაცკაცებს კბილები, წერო გახსენდება ის ძველი წამება, რა მაგარი იყო ის დრო. და ხო, Homo sapiens-ი, იმიტომ არის Homo sapiens-ი, რომ რამოდენიმე კონკრეტულად განსაზღვრული ქრომოსომა აქვს დნმ-ში და როდესაც ჩვენ ამბობთ, რომ აი ეს დნმ-ში სხვა არის, ნაცების დნმ გვიდასტურებს ნაცი, რომ ის მას ადამიანი Homo sapiens-გან განსხვავებული დნმ-ი ის ნაცი გვიდასტურებს, რომ ამდენი ხანი ჩვენ პიტეკანტროპს ვეძახით და რაც არ იყო Homo sapiens-ი, სხვა ევოლუციური ჯაჭვის წარმომადგენელი და რა თქმა უნდა თვითონვე დაადასტურა რომ ეს ჩვენი მხრიდან ირონია თურმე ყოფილა ძალიან საფუძველ რეალობასთან ჭიდრო პიტეკანტროპიდან იყო ბევრი განტოტება მაგალითად ნეანდერტალელი Homo sapiens-თან სექსი ჰქონდათ და ნეანდერტალის გენებიც გვაქვს ჩვენ მაგრამ ადამიანი ვარ და გვაქვს ძალიან კონკრეტული დნმ-ის მოლეკულა. ალბათ არა აქვს ეს რაც მინდოდა რომ პაატა ბურჭულაძეს რამოგერაც უთქვია ნახე. აბა მიდი. პაატა ბურჭულაძე მიმართავს ქალაქის მერიას. აი ის გამო შეიძლება პაატა ბურჭულაძე მიმართავს ქალაქის მერიას. რომ მერიამ სთხოვოს რომან ფიფიას და უყურე გადაგვიხადოს დინამოს სტადიონის დაქირავების თანხა. ანუ როგორ დაახლოებით 50 ხო ეგრე. კალაძემ უნდა დაურეკოს ფიფიას, რომ კაროჩეო პაატა ბურჭულაძე ყრილობას აკეთებსო და დაუთმეო და პახუდურ რამაყუძეც არის ბაზარი, მაგას მერიიდან ჩავრიცხავ. პაატას გაუსწოროთო რა, ყრილობა უნდა გააკეთოს. ხო და აი ამის პატრონი კიდე რა, დნმ-ით ისინი რატო არ ახართ? ანუ პაატას მართლა, აი ეს შეიძლება მართლა გონია, რომ ესე არის ქვეყანა მოწყობილი, იმიტომ რომ საქველმოქმედო ამბებში ხო ეგრე იყო. ვიღაცები ფულს აძლევდნენ ბავშვებს და ეს იღებდა. რა თქმა უნდა. ესეც ესე მოუნდა ამას. მუხტაზია, კაი გეძებდა. თაზო დათუნაშვილი. თაზო თადუნაშვილი. კაი. დარწმუნებული ვარ იმ ადამიანებში, ვინც ვამბობთ, რომ ამ თემას დისკუსია მოსულა და თვითმმართველობის არჩევნების ბრძოლის ველად გამოყენებაზე ლაპარაკი მოსულა. სხვებისთვის ხო ჯერ დისკუსიის მაგდაწილში ვართ, რომ ამაზე ლაპარაკი მოსულა თქო ვამბობ და საფეხბურთო მხარე გვეუბნება, რომ არაო, მაგრამ კიდე ერთხელ ვამბობ რა, რომ ამის გამოყენება როგორც ბრძოლის ველად, რატო შეიძლება არალეგიტიმური კითხვა იყოს, ეგეც არ მესმის. ან რატო შეიძლება ეგ ვერ გავიგოთ, რომ ეს შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს პოლიტიკური ძალებისთვის, როგორც სამუშაო სივრცე, ასე ვთქვათ. კი ბატონო. რა თქვა ვერ გავიგე მეგობრებო, ცოტა გაუგებრად ლაპარაკობს, ცოტა შეშინებულია, მაგრამ მაინც მიაწვევიან. პრინციპში სულ არ გავს პარტიას, რომელსაც ორი ლიდერი დაუჭირეს. მე მგონი უხარიათ კიდეც, ცი? დიდებს სახიდან გაისტუმრებდა სახში რომ მარტო დარჩები ბავშვები. დაახლოებით ეგეთი განცდა არა გააკა. და გახარიას პარტიასაც უხარია, რომ გახარია გაქცეულია და აღარ ჩამოდის. გახარის პარტიის წევრი. გახარემ ძალიან სვეჟი პლეტიაცია. რაღაცნაირი, უყურე, აი რაღაცნაირად 200-ად წავიდა. საქმეზე ვარ, რო აპრავებს მაგეთი, რომ საქმეზე ვარ, კი არ გავიგე. მოგვიანებით გნახავთ. ხო, ლაშას мама გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავ. ბუღაძე არის ძალიან პათეტიური და არ შეიძლება რომ არ გავუშვით. ალინმა ვერ დამუშავა ვერაფერი ტიციან ტაბიძის სახელს და მანდელშტამის და მიხელ ჯავახიშვილის და სხვადასხვა. ვინ ხართ მიხელ ჯავახიშვილი და ტიციანი? ვერე ვინ? ეს ჯერ კიდევ სენეკა და ნერონის დაპირისპირებიდან არის ცნობილი. და ვინ არის? რომელი ხართ სენეკა? პარალელები კი არ ვიღაცა იდიოტმა უკაცრავად ამ სიტყვისათვის ან რომელიმე ტოლმა ან ბოტმა მომიწეროს რომ ზვიადრატიას რას ადარებ ტიციან ტაბიძეს. რასაკვირველია ვადარებ. რასაკვირველია ვადარებ. დროის დიდი პოეტია ზვიადრატიანი. თვითონ არის ეს თვითონ ჯავახიშვილია. და მაშინ რატი ამილახვარი? კი არა და რატი ამაღლობელი. რატი ამაღლობელი. შემეშალა. რატი ამაღლობელი ალბათ. ვინ არის? არ არის ჩვენი დროის დიდი პოეტი? ბაირონია. ბაირონი, ხო, კი ბატონო. ანუ უყურე ერთი მართლაც ნიჭიერი, მაგრამ პათოლოგიური ადამიანისგან, ეს ადამიანი პათოლოგია, იმიტომ რომ ხიზელი ეგეთ რაღაცებს არ აკეთებს. თვალი იგზნება და კი დაიცა ნალვიძეი, რო იტყვია ხოლმე და ნუ ამჯერად პოლიციას დაარტყა და სრულიად სამართლიანად წაიყვანეს იქ, სადაც წაიყვანეს. იმის მაგივრად რომ ამას თანაუგრძნო. აი ეს არის სადიზმი. უქსევს, პრაქტიკულად უქსევს რა. ცეცხლზე ასხავს და ნაყოფს.
აგიჟებს აი როგორც ის უქსევს არა აკუბარდია რომ აქეზე აი უყურე ხო რო გამოყავს ამათ სინამდვილეში ეზიზღებათ ეს ადამიანი რატია ინდა ვიღაც ოდნავ ნიჭიერი მაინც თუ გამოევლება და უნდათ რომ შეუკეთონ როგორც შეშის ნაჭერი ეგ არ არის კონკრეტულად რატიანის შეფრთხილება ეს არის ყველა სხვა რა თქმა უნდა თვითონ ხო არ არის იქა თვითონ ხო არ დაარტყავს მაგარია ჩვენი დროის დიდი პოეტია ლაშა წადი და შენ დაარტყი მაშინ შენ დადექი სადაც ასე ვთქვათ დაშლა არის აქციის ან მიდი და პოლიციას რამე შეურაცხყოფა მიაყე სხვის ხარჯზე კარგია რა თქმა უნდა ბუნებრივია ლაშა ბუღაძე ხო ინტელექტუალური ბირთვია უფრო და ის ძალის მიერ სპორტში ვერ იქნება ჩვენ გახსოვთ ფიცოს ვინც ესროლა ჭადრაკი და კი ბატონო ხო ის იყო რაღაც აღარ მოხდა თუ უტუმუშაკი იყო იქ ლიბერალი პოეტი რომელზეც მე ეგეთი გაправება დაიდო ლიბერალური პოლიტიკური სიმიდან ველიდან რომ ბავშვი გაღიზიანებული იყო ეს ადამიანიო არსებულმა პოლიტიკურმა რეალობამ მიიყვანა ამ გადაწყვეტილებამდეო თორე არც დავალებული ქონია რამეო და რაღაც არავის გავლენის ქვეშ არ მოქმედებდაო რა ესეთი ნარატივი რომ აი ადამიანი რომელსაც პოლიციას ხელი დაარტყა არის გმირი და ჩვენი დროის ტიციან ტაბიძე და აბატაში დაუკრათ ყველანო ფეხზე აუდგეთ მაგას არის მაგის წახალისება რეალურად რომ უფრო მეტი ძალადობა და ვინც ამას ჩაუდგება სათავეში იმას კი ჩვენ აქ წავახალისებ და დაждავ ხო მაგრამ რის ხარჯზე რა იმ ადამიანის ბედის გავუკუ უმართების ხარჯზე არა რა თქმა უნდა პათოლოგიურია სიმთვრალეში წააქეზეს რაღაცაზე ეხლა უნდა იჯდეს ციხეში და შემდეგ ეს ვირიშვილი მართლა უნიჭო იმასთან შედარებითაც კი უნდა გამოვიდეს და ჩვენი დროის გმირეო და აბა რა ტაში დაუკრას მე რას ვიკითხავ იცი ბიჭო რო ამბობენ ჩვენი დროის ტიციან ტაბიძე რა კრიტერიუმებით რა დათვლადი მონაცემებით უზომავთ ამ ყველაფერს არც ერთი ხარ ტიციანი და არც მეორე პაულო და არავინ საერთოდ უნიჭოები ხართ просто ჩვეულებრივად თქვენი შემოქმედება არის ძალიან ვულგარული დაბალი დონის ტრეში ამას დამატებული პოლიტიკურ იდეას მაინც ემსახურებოდეთ რამეს ემსახურებით ევრობიუროკრატიის და რაღაცა ტექნოკრატების შიდა აგენტურულ დებილობას რომელიც სტაგებულია უკვე ევროპაში პოეტი რო ასაფორთებს NGO-ს რა შუაშია ტიციანთან შედარება ჯერ ანუ არც ტიციანი ხარ და არც პოლიტიკური იდეა გაქვს პროსტა ხარ ლაშა ბუღაძე და მე იმენა სირცხვილი ხარ ცოდნე კობერიძე არის ყოველთვის NGO-ზე NGO-ს პენსიაზე მყოფი პოეტი რასაც ადრე უძახდი აღარ უძახი და ცოდნე კობერიძე გავუშვით იმიტომ რომ აი ამიტომ ამბობს ეგრე იმიტომ რომ გაიზარდა უყურე ეხლა მიგრატ უფრო მომარმა ჩავარდით ვიდრე ვიყავით თვეების წინ ხო და მაშინ უფრო ბევრი ადამიანი იყო ჩართული პროცესში ვიდრე დღეს არის ამიტომ ეს არის დასაბრუნებელი ეს არის ის ძრავი რაც დაგიხმარება რომ შენ ბოიკოტის თუ გახვალ დამარწმუნებელი იყოს რომ ეს მოიტანა შემდეგ და არჩევნებს ვიდა გამჯეროდეს რომ ის არგუმენტები რაც ეს იმიტომ გადივალო თბილისში ეს დავამარცხო ხო შენ ვაიდურ არგუმენტს კაი გასაგები მე უბრალოდ გუშინ წინდელი დიდი აქცია როდის ქონდათ გუშინ ხო თუ როდის დიდი აქცია არა ის 2000 კაციანი აქცია როდის ქონდათ კვირას 1500 1500 კი ბატონო მაგ აქციის მე ერთმანეთის დედის გინება წავიკითხე Facebook-ში გაიუს მარიუს ობობა როგორ აგინებს ვიღაცა აქტივისტი სპინგალეტა ბავშვებს მე გაუხსენა ეგ გამოსაძიებელია თქვენი მილიარდერმა ძმაკაცმაო რომ ლოფტი დაგითმოთ პარლამენტთანო და იქ მოწყობილი რევოლუციის დედავატირეო და დაგვითმო ახლობელმაო მე რაო რომ ახლოს ყოფილიყავ არც თუ არ ყოფენ ვინ არის ეს ლოფტი სად არის ვინ გააკეთა ვინ დაუწყო მაგას გამოვიძიებ ჩვენ მაგი აპოთისის ვინმე მაგრამ კი აი მე დაშავა დასხეს ერთმანეთს როგორ იცი იმენა დედაშულს არ აიყვანდა რა ოღონდ რაზე დასხეს ბოლომდე გარკვეული არ არის რა ყველა რასე დავება იცი შენ თუ ჩემზე ჭკვიანი ხარ გამოდი შენ და რასაც მე ვაკეთებ ჩემზე უკეთესად გააკეთე და ამ შემთხვევაში რაღაცნაირად მართლები არის აგიმასა იგიმასას რო აგინებს ჩვენ უნდა დავრჩეთ სერის მაყურებლად ტაბლიაშვილი კი ბატონო ტაბლიაშვილი არის გენიოსი ჩვენი დროის ხენიო ვიწყებ კი არა ვაგრძელებ ასე გაბარჯობა მე ვარ ირაკლი ტაბლიაშვილი გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების პარგლებში მოქმედი ჟურნალისტი რომელიც არასოდეს ცდილობდიკია არასოდეს გიმალავდა საკუთარ აზრებს და არც მომავალში შევიკავებ თავს მეთქი ამას ვამბობ და არც სუბიექტურ შეფასებებს მოვერიდები ვინაიდან ეს არის არა მხოლოდ ჩემი უფლება გასაგებია ხო რომ უფლება არამედ ვალდებულებაც ამეთქი ასე გეტყვით დღევანდელ ეს არ არის საინტერესო ისტორიის წინაშეც
კი. შესაბამისად გაცნობიერებულ გასიგრძეგანებული მაქვს რა ეს ვამბობ შემდეგს რაც უნდა კანონი მიიღოთ, დუმილი დანაშაული იქნება და დანაშაულზეაც არავინაა წამსვლელი, მე კი არა მხოლოდ მე, არამედ სხვებიც. არც არავინ, მით უფრო რომ მე ამათ, ანუ აი ამ ბანდას ხელისუფლება და არ ვცნობდი, არ ვცნობ და არც მომავალში ვაპირებ მათთან შეგვებას მიზეზი ბევრი მაქვს. ნუ ეს ბევრი ხონია მიზეზი. აი ეს არის კატასტროფა. მე მაინც მომავალში რომ გადაწურულია იმედი რომ ეს ყველაზე მეტად მე მაინც რაც ეს არის დიდი პრობლემა რა. არის რომ ირაკლი ტაბლიაშვილი ამდენი წლის განმავლობაში ასე უდიერად მოიხმარს ამ ულამაზე Stranger Things-ის მუსიკალურ თემას. და როდის შეიძლება შეწყვიტოს ესეთი აპროპრიაცია და ექსპროპრიაცია ამ ანგელოზივით მუსიკალური ნაწარმოებებით. ანგელოზივით ტრეკივით, რომელიც ყველას გვიყვარს, მაგრამ რაღაცა აიღე რა საშენო რა ლელა წურწუმია. ანა გოგოლაძე ვინ არის? ანა გოგოლაძე პირველ მესმის. ვინ არის თუ შეიძლება არა? ახალი გვარამიასი? გვარამიას გოგოა? გავხსნა რა სამოს გვარამიას გოგო? რაიმე ტიპის თანამშრომლობა ქართულოცნებასთან არის ბრძოლის დასუსტება და დამარცხების ტოლფასი. ჩვენ ვიცით ეს ზუსტად, მარტო ჩვენ კი არ ვიცით. ავტორიტარიზმთან აი ამან იცის ზუსტად ეს გააჩერეთ თუ შეიძლება, აი გააჩერეთ და სტოპ კადრი გააჩერეთ. კალამი რო უჭერავს ხელში მან დაწერა. აი ეს საიდან მოვიდა ეს გოგო? რატო ლაპარაკობს ამას? ვინ არის? პარტიაშია იქ ხა გვარამიასთან და შვილო რა ვიცი რა გინდათ გოგოებო და ბიჭებო თქვენ გაგიჟდით სად რას აკეთებთ ამდენი ხანი ხართ აბსოლუტურად ციყვი რო დარბის გინახია ეს ყველა გასართობადებლებში ციყვი რო დარბის ბორბალში მაგრამ იმ მოტრიალე ბორბალს დინამო მანქანას უერთებენ და შუქი მაინც არის ამათ აი ეს ჯოჯოხეთური წრეზე სიარული მე მგონი დანტეს ერთ-ერთი წრი არის ესეთი სადაც ადამიანები დადიან წრეზე და აბსოლუტურად ერთდაგივე საკეთებენ სიზიფეს შრომა შეიძლება გავიხსენოთ ერთ-ერთი ასეთი ელინური მითოლოგიის ელემენტი რას შვებით რა გინდათ ცოტა ხნის წინ თქვენი ხელმძღვანელი ეს ქალი ვითომ პრეზიდენტი ამბობდა რომ ეშმაკის შემოგდებულიაო ერთობაო დღეს ერთობაზე დაიწყეთ ლაპარაკი იმ ერთობასაც ვერ ახსენეთ ერთგვარად დედას აგინებთ მე აგინებთ ყველანი ერთად გაერთიანდებით და კლავიატურას მიღმა აგინებთ ეგრეთ წოდებულ აქტივისტებს და ისინი მართლაც აგინებლები არიან არანაკლებ თქვენზე თქვენთან შედარებით დაახლოებით რა ხდება იცი ჩერგო რო ოპოზიციას ლანძღავდა ანუ ორივე მართლები იყვნენ რა ერთმანეთს ანუ ეს არის მზე ძალთა დაპირისპირება აშკარად სადაც ორივე მხარე ფუნდამენტურად მართალია ან შეგვიძლია მაგას ჰეგელიანურად გავყვეთ სადაც სიმართლეში ორი ჭეშმარიტება არსებობს ხო შეიძლება ოღონდ ჰეგელი და გეგელი გეგელი გვაქვს ეს არ გვაქვს ეთქვა გავშტაბა თუ შეიძლება ნინია კაკაბაძე ქართული ოცნების მხარდამჭერების საკმაოდ დიდ ნაწილს, რომელიც მით უმეტეს რაღაცნაირად ანგარებით არის კავშირში ქართულ ოცნებასთან, იმას ხომ არ შეჯერა იმისი, რასაც ამბობს და და ამიტომ ცხადი ამბობს კიდევ უფრო რთულია, იმიტომ რომ იქ არ არის გულწრფელი რწმენა იმისარისთვისაც იბრძვიან ლაპარაკობ. მე ვიცი ზუსტად, რომ ძალიან დიდი ნაწილი ქართული ოცნების მხარდამჭერებისა, რომელნიც დღეს ხმამაღლა ვერ საუბრობენ, მათ დაინახეს, რომ ამ ეს ქვეყანა მართლაც მიდის და მივიდა უკვე პრაქტიკულად უკვე დიქტატურაში. და მაგარია დიქტატურაში რო ლაპარაკობს ეს ადამიანები. დიქტატურაში ოპოზიციური ტელევიზია ლაპარაკობს. რახან გადაწყვიტა ისაუროს ქართული ოცნების ამორჩეულის სახელით. ჩვენ შეგვიძლია რომ რეალურად ქართული ოცნების სახელით მართლა ვილაპარაკოთ, ხო? რა ის არსებობს ან განცხადება ან საერთაშორისო პოზიცია თუ ლოკალური პოზიცია რომელსაც არ ვეთანხმებით. ვისი? ქართული ოცნების. პირიქით, მეც რა არ მომწონს ქართული ოცნების, მეტად რო არ ტარაკნებს რო არ ჭყილტავს უფრო მეტად. გაგახარებს რო ერთი. აი მაგალითად, ერთი რამე, პირდაპირ ხო შემიძლია კრიტიკა. აი იმას ვლაპარაკობთ მართლა ამ ძალიან ცუდ ელჩზე, რომელიც ყველას ზღვარს გადაცდა, აბსოლუტურად ყველას. არა მარტო გერმანიისაც, მაგრამ ევროკავშირის. ყველას ზღვარს, რომელმაც დააფინანსა ის სიგიჟე, რასაც ჩვენ ამ ვირიშვილების თავყრილობა. რომ უნდა დავიბაროთ უკვე რა. ხო არსებობს ეს მეთოდი. ხო, აი დაჟე მე მეტი მინდა. ამან არ იცის. იცი რატო აკრიტიკებენ ქართულ ოცნებას, ქართული ოცნების მომხრეები და არა მარტო. მეტად რო არ აწვება და ჭყლიტავს ამ ტარაკნებს რა. აი ეგ არის სიმართლე. კი ბატონო. ხო, მართლა, რამდენი გამიგია მე კრიტიკა ეხა ესეთი, რომ რას ელოლიავები.
ალბათ ყველაზე ხშირი ეგაა ხო რა ასელო ამათი დედავატირე ყველასიო რა ჰა თუნდაც აქციაზე რატო წეთავს 20 კაცი და ეს დაჭერები აი შეიძლება ახლა ნინია არ დამეთანხმება მაგრამ ფეხებზე მკიდია პირიქით ძალიან მაგრა გაუსწორდათ რა ძალიან მაგრა კი ის როკია უბრალოდ პატარა აი ეს არის ტიპიური ნინია უყურე ტიპიური ქართული ოცნების ეს ილუზიები მაგას თავი დაანებეთ თითქოს ქართულ ოცნებას ამომრჩევლები არ ყავს ხარდამჭერები არ ყავს არის მათ ხარდამჭერებში რაღაცა პირიქით მათ ხარდამჭერებში არის განცდა რომ რაც შეიძლება მეტად უნდა გაჭრილდოთ არაკანა რომ აღარ არ საიზღარო არ გაიბაინოს იქ და საჭმელში არ ჩაგიფურთხოს რაღაცა ეკლესია არ დაგიწყევლოს დედა არ გაგინოს და ასე შემდეგ რა და მეტი იქნება ეს კანონებიც რომ მივიღეთ ეხლა ახალი კანონები ბულინგის წინააღმდეგ ეხლა ძალიან კარგი ცილისწამების შესახებ კანონი რო იქნება ეგ რა სიგიჟე იყო რომ აქამდე წინ პირისპირ არსებობდა პირიქით აკეთებდა აი ეგ იყო კრიტიკის ობიექტი და მე არაერთხელ მithქვამს რომ შენ დაგიზახებენ ესე იგი ფეჩ და ბოლი უნდა გამოუშვა აი ეს ბავშვობაში იყო ესეთი ამბავი ხო და პირიქით უნდა ქართულ ხალხს ანუ ქართული ხალხის უმრავლესობას და უმრავლესობის სახელით ლაპარაკობ ქართული ოცნების მომხრეების უმრავლესობის სახელით ლაპარაკობ რომ უნდა მეტი ასე ვთქვათ ზეწოლა იმებზე პროტესტანტები არ ქვია ამათ ქვია გნიდებზე აი რა კარგად დააწყეთ მე ორივეც გეთანხმებით ბაჩივალი არ მინდა ბაჩივალიშვილი იცი ვინ არის სახიობი არის ვაი გაბგავშით დაჩვენ ვიცებთ ხო მინიმუმ რუსთაველზე გავიდა ყოველდღე და გავაპროტესტო თუ ამას ვერ ვახერხებ ძალიან მაწუხებს სინდის და ძალიან ცუდად ვიზნობ თავს და ნებისმიერ წამს როცა მე შემიძლია რუსთაველზე გავიდე გავრბივარ რუსთაველზე ყველა გამოტოვებული საათი ჩემთვის არის ჩემი სინდისის ღრიალის საფუძველი ხო ღრიალის საფუძველი მაგარი მუნკი რო არის ნახატი ხო ეს კივილია თუ ღრიალია თუ კივილია კივილი დაახლოებით და ღრიალი მორალის ღრიალიო თუ მორალის ღრიალი სინდისის ღრიალი ჩემი მე მომ პროსტა ღრიალიო სინდისის ღრიალი ანუ ფურინები ღრიალი რა ღრიალი და მე ედიკას მემი რო არის ხო იცი რა ღრიალები მაგრამ მას ევასება დაღრიალებული როა და რა გინდა სინდისის ღრიალი რა არის კეჯნა გამიგია სინდისის ღრიალი ბიჭო ანუ სინდისი ისეთი მოვლენა რომ ღრიალი შეუძლია არა სინდისი ან სინდისი არის რომ გეძახის სინდისი არის რომ გეძახის და მეორე არის რომ ღრიალი არა სინდისი იმდენად თუ მდგომარეობაში აქ რომ როცა არ იბრძვის სინდისი ღრიალით ეუნება რომ დროზე წარდი და რამე და იქ რომ ჩაეწერო გენაცვალე ახალგაზრდა ღრიალში არა მოჯაჰედებში ასათმე და იქ უნდა ჩაეწეროს არა ღრიალი სადაც პროტესტში იქნები არ იქნება მშვიდობა არა ეს თუ ამერიკა კი არა რამე ეგეთ ორგანიზაციაში რო გაწევიან ნამდვილად აღარ გიქნება სინდისის კენჭიდან გაგიშვებენ კარგად რაღაცა კამარი შეიძლება შეგაბანდეს კარგი ისეთია რა ადეკვატური კამარი რომელსაც რაღაცა გვალი რაღაცები იდება რაღაცას გეტყვია და აგიხსნია აღარ შეგაწუხებს პროტესტი თუ გინდა ნახდი აი ეგ არის ღრიალი რა კარგი თუ ესე გეძახი აქტივიზმის გარეშე რატო ხარ გაჩერებულიო და ისო კა გიანოდია გაუშთა მონახოთ რასაუბრს ბატონი გია გასაგებია რომ ჩვენ არა გვაქვს ასე ვთქვათ ვერ გვექნება რაღაც გულუბრილო იმედი რომ აი ხვალზე გან რა მოხილვად მომავალში რაღაც ხელისუფლება შეიძლება რომ ვინმეს აქვს რაღაცა გეგმა ასე ვთქვათ გაჭირდაო სვეჯიბა ბუაწვერა რა გინდა და ეს ბოროტება მაგრამ მაინც გავიმეორებ რა გძელ დროში გასაგებია რომ ჩვენ ვერ გვექნება იმედი რომ აი ხვალზე შეიძლება მაგრამ მოიძა ბატონ გიაზე თქვა რომ მე შეიძლება თქვენც ვერ მოესწროთ არა ძალიან გძელვადიანი გეგმა დასახადად ანუ შენი აზრით მე არ გარმეთქოს ბატონო გია შენი აზრით თან ცხვარია გამომწვია არა მეცე გამიქოს რა თქმა უნდა ცხვარია გამომული და ისე დადი არ სანუ ამან იგულისხმო სანამ ახალგაზრდაო მანამდე არის ახალგაზრდა სანამ ყველაფერი მანამდეო ხო იცი ყველაფერი სანამ ახალგაზრდა სანამ ენერგიული ხარ მაშინ გინდა ყველაფერი კარგად ვერ გავიგე მოდი თავიდან მომდე არ გაიცინოთ და მოусმოთ ამ კაცს ჭვიანი კაცია ეს იყო ჩვენ მარქსიზმ ლენინის სწავლობდა და მე ლიბერალობას და მე ენჯოშნიკი გახდა ენჯოშნიკების ენჯოშნიკი ცოტა ხანი
მინისტრიც იყო მის დროს, მაგრამ მოადგილებმა იმდენი ფული შეჭამეს და ამას არც აჭამესო, დასაჭერად გავხდა საქმე და ეხლა სხვა შორის ჩინურს სწავლობს. ძალიან კარგი შვება. გავაგინოთ როსთან ადაპტაციაც შეიძლება. გავუშვით თავი. გასაგებია რომ ჩვენ არა გვაქვს ასე თქვა ვერ გვექნება რაღაც გულუბრყვილო იმედი რომ აი ხვალზეგან რაღაც მოხილვად მომავალში რაღაც ხელისუფლება შეიძლება რომ ვინმეს აქვს რაღაც ნათელი გეგმა ასე თქვა გზამკვლევი რომ აი გზამკვლევი ხელისუფლების ცვლილებისკენ. ნუ სამწუხაროდ ასეთი გზამკვლევი ვერ გვექნება, მაგრამ რწმენა შეუპოვება. კი. კაია. რითაც დავავტარო. სვაჩორს ერთი წამი რა ეს ფორმულა სამპონი ქეთაცისკიშვილი გაუშვით? არა. გაუშვათ? გაუშვით, იმიტომ რომ ძალიან კაი რამე ამბობს თუ ის არის რასაც უყურებ. არა. ეგ ისა, რესტორანში შეაგინა აქ ფოცი ხო არა თუ ხართო თქვენი დედავადი რომ. გაუშვით. გუშინ ძალიან გავბრასდი, იმიტომ რომ ვუყურებ ვითარებას, რაც არის ხოლმე გინაც სასამართლოებში, გინაც რუსთაველზე, გინაც სხვადასხვა მსვლელობაზე. მესმის ყველას გვაქვს ჩვენი პირად საქმე, სამსახურები, არ ვიცი ვიღაცებს შეიძლება მეც ვიღლები ხოლმე, ანუ ყოველდღე შეიძლება ვერ გახვიდე, მაგრამ მგონია რომ რაღაცა დრო მაინც უნდა გამოვნახოთ. ძალიან პატარა ისტორიასავით ამბავს ვიტყვი. გუშინ წინ სასამართლოში ვიყავით. მაგარი ამბავი. 11 პირის სასამართლო იყო ანდროს და რატო ამოფეხა ანდროს ვინ შევიდა შიგნით გასაგებია ნუ რამდენიმე ადამიანი გარეთ დავრჩით იმიტომ რომ ვეღარ შევედით ვერ მოვასწარეთ ვიღაცები ცოტა მერე მოვიდნენ და შიგნიდან ჩვენი მეგობრები გვწერდნენ რომ ანდრო კითხულობს რომ გარეთ ხალხი არისო და სურათებიო ჩააყარეთო და ჩვენ ესე ვანახებთ და მივაახლოვებთ და ჩვენ გარეთ ვიდექით 7-ნი 7 ადამიანი ვიდექით. კი მე არა მე ეხა გული ხომ მომიკვდა. всё გავთიშე. გავიდეთ რა ვიცოდეთ რა გული მომიკვდა მართლა საშინელი. მე როცა უსმინე იმის მერე გული და მოცელილი ვიყავ. მე ქალბატონო ქეთა თქვენ თავარი არხიდან მოდიხართ და 7 კაცის 1000-ად გამოჩენა. ვაფშე პრობლემა არა. ვაფშე პრობლემა არ არის. რა უნდა ეხა 7 კაცის 1000-ად გამოჩენა. მაგას არ აკეთებ თავარი არხის დროს. ეგ არის გვარამიას ტრენდი და 18-ის მე უნდა ვასწავლო 11 კაცის სასამართლო იყო მაგდას თუ 18. 11 კაცის სასამართლო როა რომელსაც სიძის პატიმარს ეძახი 11 სინდის პატიმარის რო 7 კაცზე მეტი რო გარეთ არავინ არ აი რაღაცაზე მაინც ხო უნდა დაგაფიქროს მაგას ამბობს ზუსტად არა მაგას არ ამბობს ეს ამუნათებს კაცო როგორ გაბედეთო რომ გარეთ არ ხართო მაგრამ სხვა რაღაცაზე უნდა არა ბაჩო ამბობს რომ მე მგონი იქიდან 1-2 ვაფშე სხვა იყო. ვაფშე სხვა იყო. კი ბატონო. და აი ამ ხიარული ნოტაზე მინდა მეგონი უცხოელები არის. გადაცემა კი კი. ხიარულ ნოტაზე დავასრულო გადაცემა. კურიერები მოვიდა. და ხვალ კიდევ შევხვდეთ ერთმანეთს მინდა გისურვოთ ჩვენი შეხვედრა ხვალ. ხვალამდე.